ვიდრე მოხდება დემონტაჟი საიალქნო კლუბის, რომელიც უნიკალურია მთელი ქვეყნისთვის, არა მარტო ფოთისთვის, მოხდეს ალტერნატიული საიალქნო კლუბის აშენება, რომელიც ქალაქს დარჩეს. ჩემი სურვილია პირადად და იგივე პოზიცია აქვს მერსაც და თვითმმართველობას, რომ საიალქნო კლუბის აშენება მოხდეს იმ ადგილას, რომელიც არის ქალაქის მუნიციპალური საკუთრება, რომელიც ქალაქს უნდა დარჩეს და ეს ისევ არ მოხდეს კერძო საკუთრება. ამე შეიძლება აწუხებდეს ამ ქალაქს, აწუხებს ყველაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანები ბედავენ, ამ შეხვედრაზე მოვიდნენ და ღიად გამოთქვან თავიანთი პროტესტი. ეხლა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მობილიზება გავაკეთოთ ყველა იმ ადამიანის, ვისაც უნდა ცვლილებები, განსაკუთრებით ძალიან სწრაფად უნდა დაეტყოს ქალაქს ეს ცვლილებები. ჩვენ 1 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ჩვენი ძალების მობილიზებას და ძალიან მალე ფოთს დაეტყობა, რომ მას მზრუნველი ხელი ეყოლება და ეყოლება ადამიანები, რომელიც იზრუნებენ ფოთის ფეხზე დადგომაზე და იზრუნებენ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ფოთს აწუხებს. შეუძლებელია, რომ აი ამ საზღვაო ქალაქში, რომელსაც აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა, ქალაქი, რომელიც საქართველოს კარიბჭეა და ეს არის მართლაც ისტორიული ქალაქი, დღეს აი ესეთ უკიდურეს სიღარიბეში იყოს. მე ძალიან მაიმედებს ეს განწყობა, რაც ფოთში ხდება. მე ვხედავ ადამიანების აქტიურობა, როგორ იზრდება დღითი დღე და რამდენად უკვე იმედიანი ხდება ქალაქი 1 ოქტომბერს. ჩვენ მართლაც ოქტომბერში ერთ მუშტად შევკრავთ თელ საქართველოს, თელ ფოთს, როგორც ეს ბატონო ბიძინა ევანიშვილმა თქვა. ჰოტელებს არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, პორტი აღარ არის ფოთის, პალეასტომზე მეთევზეები ვერ შედიან, მეზღვაურები, უმუშევრად დარჩენილები, საკუთრება ხელყოფილი აჯარიმებენ და ძალიან ბევრი უკანონო სახდელი ადებთ მათ. ინფრასტრუქტურა მოშლილია, რამდენი გაწვიმდება, იმდენი ტბები დგება სახლებში. რას უძლებს ეს ხალხი, ეს რა პირობებში ცხოვრობენ. მე მგონი, რომ ამას კომენტარი არ ჭირდება, კადრები რომელსაც ახლა ნახავ საზოგადოება. ამას კომენტარი არ ჭირდება, რას უძლებს ეს ხალხი. როგორ შეიძლება იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელსაც დაატოვებინეს თავიანთი სახლი და არაფერს შუაში არ იყვნენ ეს ადამიანები. აქ ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რაც ადამიანის ალბათ თვალებისთვის, გონებისთვის არის წარმოუდგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე პერიოდში ფოთი გახდება აი მართლაც იმ დიდებული ლაზიკის მემკვიდრე, როგორც მივიღეთ თანხმობა, რომ სანაპირო ზოლი, ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც აი საშინელ მდგომარეობაშია და პრაქტიკულად ფოთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და სანაპირო, რომ ეს გაკეთდეს და აი ამ პროექტს ვიწყებთ ჩვენ. როგორც წინა ხელისუფლება აცხადებდა, ნაპირგამაგრების და ზოგადად ეს პრობლემა არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული და ადგილობრივი ბიუჯეტი ვერასოდეს შეწყვეტება ამ პრობლემის მოგვარებას. ბიუჯეტი ვერ შეწყვეტება, ამიტომ პორტთან გვაქვს სწორედ ეს მოლაპარაკება, როცა ვსაუბრობ, რომ პორტის სარგებლობა ქალაქმა უნდა მიიღოს, სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, რომ აი იგივე სანაპირო ზოლი გაგვიკეთოს პორტმა. მივიღეთ თანხმობა, რომ პორტი მზად არის ახალი საიალქნო კლუბი აშენდეს, რომელიც უკვე უნდა იყოს ფოთის კუთვნილება. და ეს უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მიწაზე, ანუ მის საკუთრებაზე და არა პორტის ტერიტორიაზე. არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი. უკაცრავ ნუ დამსდებთ რა გოგონა. ნუ დამსდებთ. არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი და ნუ დამსდებთ. რას უმალავს ქართული ოცნების დეპუტატი საზოგადოებას და ფოთის რაიონის მაცხოვრებლებს. 300,000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა რაიმე ხარჯთა რიცხვ ან კონკრეტულად რაში დაიხარჯა, ვერც ამის დამადასტურებელი რამე საბუთი წარმოადგენს. თუ შეიძლება გაიყვანეთ რა ესე. საქველმოქმედო ფონდის სახელით შექმნილი ორგანიზაცია და უცნობი ბიზნესმენებისგან 100,000-ობით ჩარიცხული თანხები. რომელიც გახსნა ქალბატონმა ეკაბესელიამ, იქ იყო რამოდენიმე ბიზნესმენი მიწვეული. დაკავშირშია ეკაბესელია ფოთის სანაპირო ზოლზე დადგმულ 4 სკამთან და 5 გარეგანათების ბოძთან, რომლის ხარჯებიც ამ დრომდე გასაიდუმლოებული. ქართული ოცნება დაეხმარება და მე პირადად ვიქნები მათი დამცველი. ჩვენ ვაპირებთ ხალხს საგანგებო განცხადების გაკეთებას, დავიწყებთ ამ საქმის შესწავლას და მოვთხოვთ ხელისუფლებას რამდენიმე დღეში გამოეხმაუროს ამ პრობლემას და პრობლემა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
რამდენიმე ღონისძიებას. ეს კონტეინერი, რომელიც რეალურად ბაზის ფუნქციას ატარებს დღეს და ნახეთ, ხა რამხელა ბოქლომი ადევს და რას გავს თავისთავად, როგორ შეიძლება აი ამ მდგომარეობას მშვიდად უყურო. მე ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს რა პასუხი აქვთ ასეთ კითხვებზე. ჯერ როგორ ხდებოდა ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის რაც ხალხს ეკუთვნის და რეალურად რითიც უნდა სარგებლობდეს ფოთის მოსახლეობა, იყიდებოდა კერძო პირებზე, ინგრეოდა კერძო საკუთრება. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე პერიოდში ფოთი გახდება აი მართლაც იმ დიდებული ლაზიკის მემკვიდრე.